8,000 წლის წინანდელი სახლის ნანგრევები, ქვისა და ძვლის იარაღები ეს მხოლოდ ნაწილია იმ არტეფაქტებისა, რომელიც ქართველმა არქეოლოგებმა ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ხატავეთში მდებარე მაშავერის გორაზე აღმოაჩინეს. ამ ადგილის არსებობის შესახებ მეცნიერებისთვის ცნობილი იყო, თუმცა სხვადასხვა მიზეზების გამო აქ არქეოლოგიური ექსპედიცია 32 წელია არ ჩატარებულა. Როგორ არქიტექტურას ანიჭებდნენ სახლების მშენებლობისას 8,000 წლის წინ ბოლნისის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ადამიანები, გაიგეთ თევანაც ცუცქერიძის რეპორტაჟიდან. წრიული სახლების სრულიად ახალი სამშენებლო ტრადიცია, ირმის რქის, ოფსიდიანის, მასიური ქვის იარაღები, თიხის ჭურჭლის ნატეხები და სარდიონისგან დამზადებული მძივები. ეს ბოლნისის მუნიციპალიტეტში მაშავერას გორაზე 8,000 წლის წინანდელი აქამდე უცნობი მრავალფეროვანი არტეფაქტებია. ეროვნული მუზეუმის წარმომადგენლები არტეფაქტებს სენსაციურს უწოდებენ და აპირებენ, რომ მისთვის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭების საკითხი დააყენონ. მე ხმამაღლა ვიტყვი, რომ ეს არა მარტო ბოლნისისთვის, ეს ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან დიდი აღმოჩენა და სენსაციურია. არ მეშინია ამ სიტყვის, იმიტომ რომ 8,000 წლის წინანდელი ნამოსახლარის ესე კარგად შემონახულის ნახვის ფუფუნება, ესე თქვათ, ესე არ ქონია აქამდე. გვაქვს ძალიან ძველი ძეგლები, მაგრამ ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თავის არქიტექტურით. უახლოეს პერიოდში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს მივანიჭებთ და წარმოადგენს საქართველოს მთავრობის წინაშე, რომ მას განესაზღვროს ეროვნული კატეგორია. საკმაოდ მრავალფეროვანი არის არტეფაქტები, ძვლის იარაღები, მასიური ქვისგან დამზადებული იარაღები და სხვადასხვა ტიპის ოფსიდიანის არტეფაქტები. აღნიშნული მასალა განთავსდება ბოლნისის ახალ აშენებულ მუზეუმში, სადაც მოხდება ამ მასალის ლაბორატორიული დამუშავება და შემდგომში საბოლოოდ მოხდება ძეგლის დათარიღება და სხვა კვლევები. ექსპედიციის წევრები ამბობენ, რომ მაშავერას გორაზე აღმოჩენილი არტეფაქტები ბოლნისის ეროვნული მუზეუმის პოპულარიზაციასაც შეუწყობს ხელს. ექსპონატები სწორედ ამ ახალ მუზეუმში განთავსდება. ამ ეპოქის მსგავსი არქიტექტურა ამ რეგიონში ცნობილი არ არის დღევანდლამდე. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს აქ აღმოჩენილ ნივთებსაც, სხვადასხვა არტეფაქტებს. მთლიანობაში ეს გახლავთ მხარე, სადაც ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ კაცობრიობის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ეტაპზე. ბოლნისის რაიონს და ზოგადად ქვემო ქართლს გააჩნია ძალიან მძლავრი ტურისტული პოტენციალი, რასაც შეუწყობს საერთაშორისო ეს დღევანდელი უნიკალური აღმოჩენები და გარდა ამისა ისიც, რომ ბოლნისში გაიხსნა შესანიშნავი უკანასკნელი ტექნიკით აღჭურვილი მუზეუმი, რომელიც გახდება მძლავრი კულტურული ჰაბი. ახალი არტეფაქტების კვლევა მუზეუმში გაგრძელდება. ვიდრე სენსაციური აღმოჩენა კოლექციას შეემატება, ის ისტორიული კვლევის ხანგრძლივ და საინტერესო გზას გაივლის. კვლევის საფუძველზე ჩვენი ჯგუფი ცდილობს, რომ გააკეთოს რეკონსტრუქცია და დაახლოებით შევძლოთ ვთქვათ, თუ იმ პერიოდის ადამიანი რითი იკვებებოდა, რას საქმიანობდა, რა სამკურნალო მცენარეებს გამოიყენებდა. მაშავერას გორაზე პირველი არქეოლოგიური სამუშაოები ბოლოს 1988 წელს ჩატარდა. 32 წლიანი პაუზის შემდეგ კი ეროვნული მუზეუმის გუნდის საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით წელს განახლდა.